მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი კი გრძელდება. გუშინ რუსთაველის გამზირზე მობილიზებული პოლიციისა და რამდენიმე დაკავების ეპიზოდის მიუხედავად მოქალაქეებმა გზა მაინც გადაკეტეს და კიდევ ერთხელ დედაქალაქის მთავარი გამზირი საზოგადოების მთავარი პროტესტის კერა იყო. ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კი გამოსვლები უკვე 76 დღეა გრძელდება. შაბათს 15 თებერვალს უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს კიდევ ერთი მასშტაბური მსვლელობაა დაგეგმილი. შეკრება ევროპის მოედანზე 6 საათზე დაიწყება და მსვლელობა უკვე პარლამენტის შენობასთან დასრულდება. ნინო გაზდელიანი გვეტყვის, როგორია 15 თებერვალს დაგეგმილი აქციის სხვა დეტალები და როგორ გრძელდება უწყვეტი პროტესტი ქვეყანაში. უწყვეტი პროტესტი მიშა უკვე 76 დღეა გრძელდება და ჟურნალისტებს თითქმის ყოველდღიურად გვიწევს იმ საქმეების გაშუქება, სადაც განიხილება სასამართლოებში სწორედ ამ პროტესტებზე მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეები. სულ რამდენიმე წუთის წინ ასევე ერთ-ერთი დაკავებულის საქმის შესახებ მოისმინა ჩვენმა მაყურებელმაც ინფორმაცია. დაკავებებით გაგრძელდა ასევე და დასრულდა შეიძლება ითქვას 75 დღე. დაკავებული არის 4 ადამიანი, თუმცა აქედან 2 ხელწერილით გაათავისუფლეს. ბუნებრივია, როგორც ამ ხნის განმავლობაში გუშინაც ისევ პროტესტის გამოხატვის მიზნით შეიკრიბა ხალხი პარლამენტის შენობასთან და ბუნებრივია ისევე, როგორც ამ დღეების განმავლობაში მათ ისევ სცადეს, რომ გადაეკეტათ რუსთაველის გამზირი და სწორედ ამ დროს იყო წინააღმდეგობა სამართალდამცველების მხრიდან. ისინი ყველანაირად შეეცადნენ, რომ ეს არ დაეშვათ და რუსთაველის გამზირი 75 საღამოს არ გადაკეტილიყო, თუმცა მოქალაქეებმა მაინც შეძლეს და რუსთაველი კიდევ ერთხელ გადაკეტეს და ამით გაუგზავნეს კიდეც გზავნილ იმ დაკავებულებს, რომლებიც ახლა რეჟიმის პატიმრობაში იმყოფებიან და გზავნილი, რომ მათ ახსოვთ თითოეული მათგანი და არასდროს არ შეეგუებიან უსამართლობას და იბრძოლებენ მათ გათავისუფლებამდეც, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 28 ნოემბრიდან მოყოლებული არის სწორედ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. როგორც უკვე ვთქვი, 4 ადამიანი დააკავეს გუშინდელ აქციებზე და მათ შორის ასევე იყო ლევან გოგიჩაიშვილი, გახარია საქართველოსთვის წევრი, თუმცა ის მოგვიანებით უკვე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. საზოგადოება არ შეეგუება ამ რეპრესიებს, პოლიტიკური ნიშნით დაკავებებს, ასევე პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გათავისუფლებას და სწორედ ამიტომ ის ხალხი, რომელიც აპროტესტებს, როგორც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ასევე 28 ნოემბრის შემდეგ განვითარებულ პროცესებს, კიდევ ერთხელ გაუგზავნიან არალეგიტიმურ ხელისუფლებას, საკუთარ გზავნილს, რომ ისინი იბრძოლებენ ბოლომდე, ვიდრე არ მიაღწევენ მთავარ მიზანს, რომ პირველ რიგში გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ეს აქცია, რომელიც არის სწორედ 15 თებერვალს დაგეგმილი იქნება კიდევ ერთხელ შეხსენებას არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომ საზოგადოება რჩება ამ თავისი არჩევანის ერთგული და ისინი ამბობენ, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მასშტაბური იყოს ეს აქცია, ვისათვის რომ ყველამ ერთად გამოხატოს საკუთარი პოზიცია
მოდიან და ამ ერთობით გზავნილი გაუგზავნონ როგორც არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ასევე დასავლეთს, რომ ისინი რჩებიან ამ ორი ძირითადი მოთხოვნის რომ ამ ორ ძირითად მოთხოვნას კვლავ ითხოვენ, რომ ეს არის მათი მთავარი არჩევანი და რომ იბრძოლებენ გამარჯვებამდე, ვიდრე არ მიაღწევენ მას. 15 თებერვლის აქცია ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენს არალეგიტიმურ მთავრობას. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ყოველდღე რაღაცა იცვლება ამ ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ჩვენ დღის მდგომარეობით ფაქტიურად 53 მძევალი ყავს ივანიშვილის რეჟიმის. იცით, რომ 300-ზე მეტი ნაწამები ადამიანი ყავს ჩვენ ქვეყანაში. ამის შემდეგ რამდენჯერმე ხელისუფლებამ შეცვალა კანონი, რომლითაც ფაქტიურად შეგვიზღუდა გამოხატვის თავისუფლება და მან დაიწყო დევნა საჯარო სამსახურში, ხომ? და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ყველაფერს არ შევურიგდეთ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს რეჟიმი ცდილობს, რომ ეს პროტესტი რაც შეიძლება მალე შეაჩეროს, ამიტომ ყველანაირ გზას იყენებენ ამისთვის. ეხლა გუშინდელი ეს შეფერხება და ცდილობა იმისი, რომ არ გადაკეტილიყო რუსთაველის გამზირის ამის გამოხატულება. ამიტომ ეს 15 თებერვლის აქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთსაც ვაჩვენოთ, რომ ძალიან ბევრი ვართ და ამ პროტესტს უწყვეტად გავაგრძელებთ. მათ შორის ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო თანამეგობრობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოში პროტესტი ბოლომდე გრძელდება. ქართველი ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს, ქართველი ხალხი და საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ ამ უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლებას და ეს პროტესტი არ გაჩერდება, მანამ სანამ ეს შედეგი არ დადგება. რაც არ უნდა გაამკაცროს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ კანონები იმისათვის, რომ შეზღუდოს პროტესტიც და ასევე გამოხატვის თავისუფლება, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან რუსთაველის გამზირზე, ამბობენ, რომ მათი ბრძოლა არ შეჩერდება, ვინაიდან ფიქრობენ, რომ თუ ახლა გაჩერდნენ, ეს იქნება ქვეყნის გაჩერება და ძალიან ბევრი წლით უკან დახევა და ისინი დაკარგავენ იმ პერსპექტივას, რომელიც აქვს ქვეყანას, იმისათვის, რომ მათ შეიძლება მალე დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სწორედ ამიტომ ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ აუცილებლად გამოვიდნენ 15 თებერვალს 19 საათზე ევროპის მოედანზე, რომლის მთავარი გზავნილი არის არა რუსულ დიქტატურას.